24 და 25 ივლისს მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის, მთელი ქვეყნის ჩაბნელების ამბავს იძიებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უსმა. გამოძიება დაიწყო საბოტაჟის მუხლით. მოგესალმებით, ვიწყებთ TV პირველის შაბათის საღამოს ეთერს. ზუსტად 2 საათში ნოდარ მელაძე და გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდი წარმოგიდგენთ სეზონის ბოლო შაბათს ნოდარ საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობის მოგესალმებით. დღეს საღამოს 8 საათზე თქვენთვის მოსაყოლი ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი დაგვიგროვდა. ამ კვირაში იყო დაჭერების კვირა, როდესაც ჩვენი კოლეგა ჟურნალისტი ვახო სანაია პატიმრობაში გაუშვეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო. ამას მოყვა კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტის სინდისის ყოფილი პატიმრის გიორგი ახობაძის დაკავება 25 დღით. ისიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო. იმ დროს, როდესაც სკროლვისა და სკრინვის სააგენტოდ წოდებული უწყება ადამიანებს აკავებს და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო ციხეში უშვებს, ჩვენ დავსვით კითხვა, ხომ არ არის ეს ორმაგი სტანდარტი? და მაგალითად იგივე უწყება რატომ არ რეაგირებს, როდესაც რუსეთის მოქალაქეები ქართველებს ღორებს ეძახიან, უმაგნისებს, სუნიანებს და უსაქმურებს. დღეს ჩვენ გიჩვენებთ კონკრეტულ ვიდეო ფაქტებს, როდესაც სოციალურ ქსელში 10 დღე ან უფრო დიდი ხნის წინ აიტვირთა ვიდეო მასალა, სადაც საქართველოში 2022 წლის შემდეგ გადმოცხოვრებული ცნობილი რუსი ვლოგერი საქართველოს მოქალაქეებს ღორებად მოიხსენიებს, აგინებს და არაერთ გზის შეურაცხყოფას აყენებს. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის განყოფილებას დაუსვით კითხვა. მოახდინეს თუ არა ამ ყველაფერზე რეაგირება თუ სკროლვა სკრინვის სააგენტო, მხოლოდ ჟურნალისტების და ქართული ოცნების კრიტიკოსების წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების შემოიფარგლება. შაბათის გუნდმა ის ადამიანიც იპოვა, რომელიც წესით ჩვენამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ეპოვა და მისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრებინა მინიმუმ იმ ქმედებების გამო, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და ყველაფერს 8 საათზე მოგიყვებით. მათ ყველაფერი ეპატიებათ ნოდარ, ისევე როგორც ყველას ყველაფერი ეპატიება, ვინც არის ქართული ოცნების მხარდამჭერი, ან ვინც ტაშს უკრავს მათ, ან უბრალოდ შესაძლებელია ჩუმადა და თავს არ იტკიებს კრიტიკით, მძაფრი რეაქციით, სამაგეროდ არავის არაფერი ეპატიება ამ ქვეყანაში, თუ კი ის ოცნების მაკრიტიკებელია, თუ კი ის ოცნების პრორუსულ პოლიტიკას უპირისპირდება და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ დადასტურდა სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, როგორც მოსალოდნელი იყო კომიკოს ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ნიკო ხურცილავა სასამართლომ გაათავისუფლა 5000 ლარიანი გირაოთი. ჩვენ თავიდანვე გქონდა რასაკვირველია ეს მოლოდინი, რომ მას აუცილებლად გაათავისუფლებდნენ, იმიტომ რომ ონისე ოქრიაშვილის ფაქტს წინ უძღოდა, გულისხმობ მასზე თავდასხმას წინ უძღოდა არანორმალური შეტევა, გაშავების კამპანია, რომელსაც ჩვენ ვხედავდით კომიკოსის წინააღმდეგ. ამ დროს კი ვიდეო, რომელიც ვრცელდებოდა, იყო კონტექსტიდან მთლიანად ამოგლეჯილი და ყველას ჰქონდა ჩვენ მოლოდინი, რომ სასამართლო გირაოთი გამოუშვებდა ამ თავდამსხმელს. იქ იყო დღეს სასამართლოში შეკრებილი ოცნების ბევრი მხარდამჭერი და ღიად კეთდებოდა განცხადებები, რომ თუ საჭირო გახდება ძალადობა, ისევ გამეორდება, რა თქმა უნდა, მათ აქვს ყველაფრის უფლება, მათ შეუძლიათ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ გირაოთი გამოუშვებენ. სამაგეროდ ციხეში Facebook სტატუსის გამოუშვებენ აქტივისტს, ჟურნალისტს, არაჩვეულებრივ უნიჭიერ ჟურნალისტს, რომელსაც გადაუწყვიტეს პატიმრობა, ვსაუბრობ ჩვენს კოლეგაზე. ეს არის ანგარიშტორება სანაიაზე. შენ და ვახო ჯგუფელები ვარ და ნოდარ შენ ყველაზე კარგად იცი რა იყო, ალბათ იცი, ხვდები რა იყო ვახო სანაიას მხრიდან მისი Facebook სტატუსის შინაარსი, რომ რეალურად ეს იყო მისი პროტესტი რეპრესიების წინააღმდეგ, რომელიც ზღუდავს ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას და ეს იყო მისი უბრალოდ როგორც ერთი მოქალაქის პროტესტი. რატომ მკითხე, შენ და ვახო თქო იყავით ჯგუფელები, მე გიორგი იყო ჩვენი მეგობარი, ჩემი თაობის ჟურნალისტების გიორგი სანაია
და იმ დღესაც თქვი გადაცემაში ასე ჩვენს თვალწინ გაიზარდა პატარა ვახოსანაია და გადაიქცა დიდ კაცად და მე არ მახსენდება მისი მხრიდან რაიმე უცენზურო ან სიტყვა ან ქმედება ეს იყო ნამდვილად და არის კიდეც მისი პროტესტი რასაც იგი წერს ხოლმე Facebook-ზე და მე თანხმები ხვალ 26 ივლისია გიორგი სანაიას მკვლელობის დღე და გიორგი სანაიას მკვლელობის დღეს მისი ძმა ჟურნალისტი ვახოსანაია შეხვდება ციხეში ქართული ოცნების გადაწყვეტილებით ის საკუთარი ძმის საფლავზე მკვლელობიდან 25 წელი სრულდება ის ვერ გავა და გიორგი სანაიას ხსოვნას პატივს ვერ მიაგებს ასეთი სასტიკია ის მართველი რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში რომლის ხელშიც არის ახლა მართვის სადავეები ამით ყველაფერი ნათქვამია და შეუძლებელია რომ დაიჯერო რომ ვახოსანაია პატიმრობაში გაუშვეს რაიმე სხვა მიზეზის გამო პოსტის ან იმის სხვა რაღაც მიზეზების გამო რაც სასახელებენ ვახოსანაია დღეს პატიმრობაში არის იმის გამო რომ ის არის ჟურნალისტი ის სვამს კითხვებს რომელიც არ მოსწონს ქართულ ოცნებას ის ეძებს ფაქტებს რომელსაც ყვება ეთერში რომელიც არ სიამოვნებს ქართულ ოცნებას და ის არის მოუთვინიერებელი, დაუმორჩილებელი, უშიშარი, ჩვენ გვინახავს ადრე სხვა შემთხვევები, ამიტომ ძალიან რთულია დღეს ჩვენ ვისაუბროთ რაიმე ტიპის სამართალზე, როდესაც ვხედავ ჩვენი კოლეგა როგორ გამოკეტეს ციხეში, მინდა ისევ ონისე ოქრიაშვილის ამბავს მივუბრუნდე, ნოდარ მთელი ამ სეზონის განმავლობაში და სხვა სეზონის განმავლობაშიც თქვენი გუნდი იძიებს ხოლმე იმ უსამართლობას, რასაც ქვეყანაში აქვს ადგილი და თქვენი გუნდი სულ ხდება ხოლმე თავდასხმის მთავარი ერთ-ერთი ობიექტი. განა რა გამოიწიეს ამ ქვეყანაში? განა ძალადობას იძიებენ? ძალადობა შერჩება მხოლოდ მათ, ვინც არის ოცნების მომხრე და დღევანდელმა სასამართლომ ეს ცხადყო. თუ ვინმე სურდა ძალადობის გამოძიება, რატომ არ არის გამოძიებული მაგალითად ნოდარ მელაძის გუნდის წევრებს, როდესაც კლავდნენ პირდაპირ ეთერში და საუბრობ მაკაჩიხლაძის და გიორგი შეწირულის ამბავზე. ის ხალხი, ის ჯგრო, რომლებიც მათ თავს დაესხა, ვინ იყვნენ, რატომ არ გამოიძიეს, რა პასუხი გაქვთ აი ეს? იმიტომ რომ მათივე არაფორმალური ჯგუფის წევრები იყვნენ თუ ფორმალურის თუ სპეცრაზმის თუ ტიტუშკის დანაყოფის წარმომადგენლები ის ვინც მაკაჩიხლაძეს კლავდა პირდაპირ ეთერში და სხვათა შორის ამ შემზარავი დღეებიდან წელიწად ნახევარია გასული და ყველა გონივრული ვადა არის ამოწურული. კითხვა ისევ დღის ციხეშია, ვინ კლავდა მაკაჩიხლაძეს და გიორგი შეწირულს პირდაპირ ეთერში და პასუხი არ არსებობს. ქართული ოცნებისთვის მთავარი არის ყველას დუმილი. ჟურნალისტების დუმილი, სამოქალაქო აქტივისტების დუმილი და ამისთვის აკეთებს ყველაფერს. ან ციხით ცდილობს ადამიანები დააშინოს და პატიმრობაში გაუშვას, ან მათთვის სასათბურე პირობები შექმნას. დღეს საღამოს 8 საათზე მოგიყვებით სკანდალებით თანამდებობიდან წასული ადამიანები რა პოსტებს იღებენ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენების კომპანიებში. ზია ამაღლობელი, სინდისის პატიმარი, ჟურნალისტი, გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი. მისი საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი და მოწმე ზია ამაღლობელის წინააღმდეგ იყო აჭარის პოლიციის სამმართველოს მაშინდელი ხელმძღვანელი გრიგოლ ბესელია. სწორედ ბესელიას ჩვენება იყო ამ საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ბესელია ამის შემდეგ თბილისში სამუშაოდ გადმოიყვანეს და ამის შემდეგ მოულოდნელად ის თანამდებობიდან გაუჩინარდა. ირკვევა, რომ გრიგოლ ბესელია კახიკალაძესთან დაკავშირებული ბიზნესმენის სამშენებლო კომპანიაში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნეს. ეს არის ქართული სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთი გიგანტი, რომელიც აკონტროლებს არაერთ ქალაქში მიმდინარე მასშტაბურ მშენებლობებს და ლუქს კლასის აპარტამენტებს. თანამდებობაზე უკაცრავად დანიშნეს არჩილ თალაკვაძეც, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ისიც სამშენებლო ბიზნესშია, ახლა მისი საქმე ლუქს კლასის აპარტამენტების გაყიდვა, აშენება და სარფიანი გარიგებების დადებაა. დღეს საღამოს 8 საათზე მოგიყვებით სხვებზეც, ვინც მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს სამშენებლო ბიზნესში. ჩვენ დავსვით კითხვა, ყიდულობს თუ არა ქართული ოცნება, ამით მისი ყოფილი თანაგუნდელების დუმილს, როდესაც ამ ადამიანებს აძლევს კარგ კაბინეტს, მაღალ ხელფას, პრივილეგიებს და
და შესაბამისად მათ აღარ უჩნდებათ სურვილი საჯაროდ ილაპარაკონ სისტემაში მოსმენილზე და ნანახზე, რომელიც შესაძლოა ქართული ოცნებისათვის დამაზიანებელი ამბავი იყოს. წუხელ დაიჭირეს ასევე ექიმი გიორგი ახობაძე, სინდისის პატიმარი, რომელიც თავის დროზე ნარკოტიკის ჩადებისა და ცრომოწმეების ჩვენების საფუძველზე ყავდათ გამოკეტილი ციხეში და გიორგი ახობაძე ზუსტად იგივე გზით გაუშვეს ისევ ციხეში 25 დღიანი პატიმრობით და ეს ხდება იმ ქვეყანაში, როდესაც იჭერენ ჟურნალისტებს Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო ან სამოქალაქო აქტივისტებს Facebook-ზე გამოთქმული აზრის გამო, რომელიც შესაძლოა ვიღაცას არ მოეწონოს, შესაძლოა უცენზურო სიტყვით იყოს დაწერილი სტატუსი, მაგრამ ეს რომ ციხით მთავდება, ამაზე ვსაუბრობ და ამ დროს კრიმინალმა წალეკა ქვეყანა. მიმდინარე კვირას ყველაზე მძიმე ამბავი, რომელიც მოხდა ზუსტად იმ დღეს, როცა ვახოს ხელბორტკილებს ადებდნენ, მომხდარი დედაქალაქის შუაგულში უმძიმესი შემთხვევა, რასაც შეეწირა 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის სიცოცხლე. ახლა გამოძიება 42 წლის კაცს, რომელიც არის დაკავებული ნიკოლოზ კაპანაძეს 4 მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება და მას 20 წლამდე პატიმრობა ან უვადო პატიმრობა ემუქრება. წავიკითხავ, რას ედავება მას გამოძიება. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ-მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებებში 3 ადამიანის განზრახ-მკვლელობის მცდელობა, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება. ნოდარ სწორედ პირველები იყო, ვინც ჩაწერა თავდაპირველად ინტერვიუ ნიკოლოზ კაპანაძის დედასთან და აქ იარაღის თემა იყო ძალიან საინტერესო. რატომ ქონდა ან რა მოხდა, რატომ ქონდა ხო ამ კაცს იარაღი, რომელზეც დედა საუბრობდა, რომ მას გაცხადებული ქონდა პოლიციასთან, რომ მას იარაღი არ უნდა. აქ არის ერთი საგულისხმო დეტალი, რომ კულელს, რომელიც დააკავეს, ქონდა იარაღი გაფორმებული, რასაც მისი ოჯახი ყვება, ანუ ეს არის ოფიციალურად შეძენილი იარაღი. შესაბამისად, თუ დედის ინტერვიუს დავაყრდნობით, რომ მისი შვილი არაერთ გზის იყო მოთავსებული სამკურნალო დაწესებულებაში და მას ჰქონდა ფსიქიატრიული პრობლემები და მან თავად სთხოვა პოლიციელებს, რომ ეს იარაღი მისთვის ჩამოერთვათ, მაშინ, როდესაც შანიძის ქუჩაზე სამართალდამცველები მივიდნენ დედაზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, როდესაც ეს კაპანაძე ძალადობდა დოდო ჟოზეფინა ოდიშარიაზე დედაზე, მაშინ იყო საუბარი, დედა ამბობდა, რომ ეს იარაღის ჩამორთმევა მან მოსთხოვა პოლიციას და უთხრა, რომ მას ჰქონდა იარაღები. ამის შემდეგ, როგორც ეს ქალბატონი ყვება ინტერვიუში, ეს იარაღები ჩამოართვეს, თუმცა ერთი თვის თავზე უკან დაუბრუნეს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, ამდენი იარაღი მიმოქცევაში, რომელიც არსებობს, ამდენი მკვლელობა, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, როდის შეიძლება რომ არ იყოს რეაგირება მხოლოდ უმძიმეს დანაშაულზე, არამედ იყოს პრევენცია ქვეყანაში. კი ბატონო, მოკლედ 8 საათზე ძალიან საინტერესო ჟურნალისტური გამოძიებები ელის ჩვენს მაყურებელს და მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს კვირა იყო უმძიმესი, ძალიან მძიმე იყო. აი ხა ჩვენ საუბრობდით კონკრეტულ კრიმინალურ შემთხვევაზე, როდესაც აცნობიერებ, რომ საერთოდ უდანაშაულო ადამიანები შეიძლება შეეწირონ ბრმა ტყვია, საერთოდ უდანაშაულო ადამიანებს შესაძლოა გაუხსნან ცეცხლი და აი მარტო ერთმა დღემ ცხადყო რა ქვეყანაში ვცხოვრობ ჩვენ მეგობრებო, დილა, როდესაც დაიწყო ვახოსანაიას დაჭერეთ, მერე ბათუმში როგორ გაუხსნეს ცეცხლი ახალგაზრდა კაცს, მერე როგორ გაუხსნეს ცეცხლი ბავშვებს, აქ 1 გარდაცვლილი და 3 დაჭრილი. მათ შორის ბრმა ტყვია მოხდა ერთ-ერთ ქალბატონს, რომელიც ტაქსით გადაადგილდებოდა და საღამოს ონისე ოქრიაშვეზე თავდასხმა. ნოდარ, აი ამ ერთმა დღემ გააშიშლა ის რეალობა კიდევ ერთხელ, რაში ჩვენ ცხოვრობთ, რასაც თქვენ აშუქებდით, იძიებდით მთელი წლის, მთელი სეზონის განმავლობაში. სხვათა შორის დღეს საღამოს 8 საათზე ჩვენ მაყურებელს მოუყვებით აი ამ დაჭერების თემის გაგრძელებაზე, ოპოზიციის ლიდერების საქმის შესახებ. ჩვენ
მოვახერხეთ სასამართლოს ჩანაწერების მოპოვება. ეს არის აუდიო ფაილები, მოწმეების დაკითხვების ჩვენებები. საუბარია პროკურატურის ოქროს მოწმეებზე, ნანა კაკაბაძეზე და მისი ჯგუფის წევრებზე. რა სხვებიან ისინი სასამართლო დარბაზში და რატომ ითხოვენ, რომ ოპოზიციის რვა ლიდერი საქართველოში ციხეში უნდა წავიდეს. მოწმეთა ჩვენებებით ცხადი ხდება, რომ მათი მიზანია საქართველოს კონსტიტუციიდან ამოღებული იყოს მუხლი, რომელიც ავალდებულებს ყველა სახელმწიფო ორგანოს გააკეთონ ყველაფერი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. ეს ადამიანები არ ერიდებიან სასამართლო დარბაზში, პირდაპირ თქვან, რომ მათი მიზანია ეს მუხლი კონსტიტუციაში აღარ იყოს და შესაბამისად მნიშვნელოვანი არის მათთვის, რომ გარდა ამისა ეს პროცესი შეჩერდეს. დღეს საღამოს მოგასმენინებთ სწორედ ამ მოწმეთა ჩვენებებს და თავად გამოიტანეთ დასკვნები. პროკურატურა საქმეში მტკიცებულებები უდევს, თუ სახეზეა მორიგი შეკერილი საქმე ოპოზიციის დასადუმებლად და ოპოზიციის გასაჩუმებლად. სხვათა შორის აქ ძალიან საინტერესოა პოლიციელების ჩვენებებიც, რომლებიც მოსამართლეს უყვებიან, რა კანონსაწინააღმდეგო ნივთები ამოიღეს ოპოზიციური პარტიების ოფისში ჩატარებული ჭრეკის შედეგად და კანონსაწინააღმდეგო ნივთად გამოცხადდა ბუშტი. პოლიციელი პირდაპირ ამბობს, ანუ ბუშტებიც აკრძალულია? კი, ბუშტი ამოვიღეთო, ჩვენო ეს ბუშტებიო, იქო ჩვენო დაგხვდაო სნიკერსებიცო, მაგრამ სნიკერს ჯერ ვერ მოუძებნეს კუდი როგორ უნდა მოაბან, რომ ისიც კანონსაწინააღმდეგო ნივთად გამოაცხადონ შოკოლადს. პირდაპირ ჩვენებაშია პოლიცია. ანუ გამოძიების მასალებში დებს ეს, რომ ბუშტი ამოიღეს და ეს არის კანონსაწინააღმდეგო ან რაღაც შოკოლადის სნიკერსი იქნება. იმიტომ ამ ბუშტებშიო, კი ბატონო, ამ ბუშტებშიო პოლიციელი ყვება ამას. ისინიო ასხავდნენო საღებავსო, მე ამ ბუშტებსო კიდევდნენო დრონზეო, მე ეს დრონებიო მოფრინავდაო ჩვენთანო და ეს საღებავი საიდანღაც ზევიდან გვესხმებოდა საღებავები და ვერ ხვდებოდიდო და ეჭვი აქვს რომ ბუშტებში იყო. მაგრამ ეს კიდე ყველაფერი არ არის. ქართული ოცნება ამბობს, რომ 2024 წელს საქართველოში რევოლუცია მზადდებოდაო და ეს რევოლუციური პროცესები იყო და ამოღებული არის ოპოზიციის პარტიის ოფისიდანო, მათ შორის როგატკები, შურდულები, ეს არისო დანაშაულის სიარაღიო, ანუ რევოლუცია შურდულები ეს როგატკებით. ნუ აი წარმოუდგენელი ხდება, ძალიან საინტერესო არის. ნატა ქაჯაიეს რეპორტაჟი 8 საათზე მოусმენთ თქვენი იქ, სადაც მათ შორის ნანა კაკაბაძე ყვება ჯაბა იოსელიანის დეტალებზე და ლაპარაკობს ჯაბა იოსელიანზე, როგორც ფიგურაზე, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ქართული სახელმწიფო მშენებლობაში და ის ყველაფერი რაც არის უგონებენო. რიყის დოქების დანგრევა, დემონტაჟი დაიწყეს, პირველებს ალბათ უყურებდით, იქ გიჩვენებდათ კადრებს, ჩვენი საინფორმაციო სამსახური, ნოდარ ხო საინტერესო პროცესია ხო ამ რიყის დოქების დანგრევა თავისთავად, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ უნდათ ყველაფერი წაშალონ, პროექტებს ებრძვიან, გაკეთებულ პროექტებს ებრძვიან, რაც წინა ხელისუფლებას უკავშირდებოდა. დოქებს ანგრევენ ოღონდ. სადმია. რას აშენებენ, იმას არ ამბობენ. და ხო, თქვენ რა გაარკვიეთ, ეჭვი მაქვს ჩვენი ჟურნალისტი მივიდა დღეს და დასვა კითხვა, რომ ანგრევთ ამ რიყის დოქებს, ამ რიყის დოქების კონსტრუქციას ორი და ერთი არის მინის, რომელიც თავიდან ბოლომდე მინის შეფუთვა აქვს და მეორე არის სპეციალური მეტალის, რომელიც ამდენი წელია და აი ეს იერი არ შეუცვლია, ხო? ამას ხსნიან ამ პანელებს და სადმი გაქვთ ჯარჩიყრით, რამეს უკეთებთ, უძვირფასესი არის თვითონ ეს კონსტრუქცია, ხო? იმ არქიტექტურული ღირებულების გარდა, რაც გააჩნია ამ კონსტრუქციას, პასუხი არის ის, რომ ჩვენი ჟურნალისტი ჩაკეტეს შიდა ტერიტორიაზე და როდესაც ჟურნალისტმა უკვე მობილური ტელეფონით დაიწყო გადაღება, ოპერატორი გარეთ გამოაგდეს, შემდეგ მობილურით წაართვეს და ქალ ჟურნალისტზე იძალადეს და გამოაგდეს ამ ტერიტორიიდან, რომ არ გადაიღო, როგორ მიმდინარეობს ამ პროცესის დაშლა. მაგრამ ამ პროცესში ინგა თვითონ ის არის მნიშვნელოვანი, რომ ანგრევენ, მაგრამ რას აშენებენ, რა მასშტაბს, რა სიმაღლეს, რა იქნება იქ, ამას არაფერს არ ამბობენ. ანუ ჩვენ არ გვაქვს მოქალაქეებს უფლება ვიცოდეთ დედაქალაქის შუაგულში, ეპიცენტრში, მთავარ ადგილას
რის აშენებას აპირებს კალაძე. იქნებ ისეთი სიმახინჯე პროექტი შეაქვთ, რომელზეც მერია მოარი უნდა ძალიან დიდი ხანია მოქალაქეებთან არანაირი ანგარიშვალდებულების განცდა რომ არ აქვს ამ პოლიტიკურ ძალას, რომელიც 14 წელია მართავს ქვეყანას, ამას არაერთი თქვენი გამოძიებული რეპორტაჟი ადასტურებს. სხვა შორის მინდა გკითხო, რადგან არის სეზონის ბოლო გადაცემა, ბოლო შაბათის ეთერი, როგორი იყო ეს სეზონი თქვენთვის, როგორც გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის? ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული სეზონი, მძიმე სეზონი, იმიტომ რომ რაც უფრო დრო გადის ჟურნალისტებისათვის ამ ქვეყანაში, მით უმეტეს გამომძიებელი ჟურნალისტებისათვის, მუშაობა ხდება სულ უფრო მეტად უფრო რთული. იმიტომ რომ ამბის მოპოვება, ინტერვიუს ჩაწერა, ტოტალური ცენზურის დაწანეხის ქვეშ მუშაობდა ჩვენი გუნდი. დღეს ჩვენ ნახეთ ამ კვირის განმავლობაში, წინაკვირების განმავლობაში, ჩვენი 3 საპარლამენტო ჟურნალისტი გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისიდან დაასანქცია შალვა პაპუაშვილმა, აკრედიტაციები გაუჩერა, იმისთვის რომ ვერ მივიდეთ და ვერ დავსვათ ის კითხვები, რომელიც თქვენ საქართველოს მოქალაქეებს გაქვთ. ეს არის მთავარი ამბავი და მთავარი წნეხი, რომელიც მიდის მედიაზე და სხვათა შორის ამ ეთერის წინ ინგა დაგვეწია დღეს მნიშვნელოვანი ამბავი, რომ გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდს სტუდია მონიტორისას საერთოდ გაუთიშეს YouTube არხი, სადაც წლობის განმავლობაში ნაგროვები მნიშვნელოვანი ჟურნალისტური გამოძიებები იყო ატვირთული. მათ შორის სტუდია მონიტორი ძალიან მნიშვნელოვან განცხადებაში წერს, რომ მათზე და განხორციელდა კოორდინირებული შეტევა, აი ხა წავიკითხავ ამ განცხადებას, კონკრეტული ჟურნალისტური გამოძიებების გამო, რომელიც სტუდია მონიტორს ჰქონდა მომზადებული და რომელიც იყო განთავსებული YouTube არხზე, იმიტომ რომ ამ კანონების გამო სტუდია მონიტორი ტრადიციულ სამაუწყებლო სიხშირეზე მაუწყებლობას ვეღარ ახერხებს. YouTube არხზე გაასაჩივრეს და დაარეპორტეს ჩვენი 3 მასალა, წერს სტუდია მონიტორი. პირველი ეხება თბილისის მერის, კახი კალაძის მეუღლის, ანა არეშიძის ჰერმესის ჩანთების კოლექციის შესახებ მომზადებულ მასალას. მეორე შეეხება სანქცირებულ მოსამართლეებს, მესამე მასალა კი შეეხება ვრცელ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც სიგარეტზე აქციზის ფასის ცვლილებას ეხებოდა და კონკრეტული ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის ინტერესების შესახებ ეს იყო სტუდია მონიტორის გამოძიება. ამ ფონზე მოხდა კოორდინირებული თავდასხმა მონიტორის თელს არქივზე, რომელიც არსებობს და ეს მასალები ახლა ონლაინ სივრციდან გამქრალია. ნოდარ, მოკლედ, წარმატებულ გადაცემას გისურვებ, სეზონის ბოლო გადაცემას.